კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. ტელეიმედი ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება. თებერვლიდან იმედის ეთერში დებატები დაიწყება. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე საგნობრივ დისკუსიას იმედის მაყურებელი კვირაში ერთხელ მოისმენს. არხი თავისუფალ ტრიბუნას დაუთმობს ყველას, ვინც მზად არის არგუმენტირებული მსჯელობისთვის. მნიშვნელოვანი არის, რომ ის გახლეჩა, რაც მართული იყო გარი ძალების მხრიდან, მოხდეს გაერთიანება, დისკუსია, ღია დისკუსია და პირდაპირ ეთერით იმაზე საუბარი, რა ძირითად გამოწვევებიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში. მე მივესალმები ამ დიალოგს, დებატებს და იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ინსტრუმენტალიზებული, ეს იქნება გამოყენებული პირველ რიგში არა, ვთქვათ, პირადი ინტერესებისა და პარტიული ინტერესებისათვის, ეს იქნება გამოყენებული პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებისათვის და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის. პარლამენტში სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია იქმნება. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც კომისიის შექმნას პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაშივე უყრიან კენჭს. ამის შემდეგ კი კომისიის წევრთა რაოდენობასა და კვოტებს უკვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაადგენს. კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. აბსოლუტურად ყველას ჩართულობით ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქისთვის, ფასები დაიკლებს. ჩვენ არ ველოდებით აპრილის დასასრულს, როდესაც ეს მუშაობა უნდა მორჩეს, დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაცა მიმართულებებით ფასები უკვე დაიწყებს კლებას და ზოგადად ჯამში რო შევაფასოთ, ჩვენ ხედავთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელი არის ფასების კლება და მაქედან გამომდინარე, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი ძალიან სერიოზულ შრომას გავწევთ იმისათვის, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ბიზნესი დარჩეს ხელშეუხებელი, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და არ უნდა მოხდეს ბიზნესის მოგების გენერირება იმის ხარჯზე, რომ რიგითმა მოქალაქეებმა ვერ შეიძინონ მათთვის უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქცია. გრანტების შესახებ, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებსა და კიდევ 5 კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობა პარლამენტში იწყება. ცვლილებებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. 7 კანონ პროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია. წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი, ზუსტდება გრანტების განმარტება, 194 მუხსემატება დამამძიმებელი გარემოება. კერძოდ, ფულის გათეთრება პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. სახელმწიფომ თავის კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა აუცილებლად იმოქმედოს და დაიცვას თავისი ქვეყანა. ამიტომ ზუსტად ეს კანონიც ამას ემსახურება, რომ ის ხრელები, რაც არსებობს, რითიც უნდათ ამ თანხებით, ამ დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყვებონ და შემდეგ ამათმა გამოიყენონ ეს თანხები ზუსტად ამ მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა სახელმწიფომ აღკვეთოს ყოველთვის. კანონპროექტების მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში იყოს მინიმუმამდე დაყვანილი იმის შანსები, რომ შავი ფული შემოვიდეს საქართველოში და მოხმარდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის თანახმად იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად სწორედ პრემიერს წარუდგენს. პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილებაც. პროექტის მიხედვით იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. იურიდიული დახმარების სამსახური აქამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის ქოლგის ქვეშ და ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე. ამ კანონის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, მისი ვალდებულება გადადის პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში. ცვლილებები მოხდება, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის დანიშვნაში, რაოდენობით თუ კომისია რამდენი კაცისგან იქნება შემდგარი და ვინ შევა ამ კომისიაში. აღნიშნული კანონის ცვლილება დამპირობებულია იმით, რომ ეს სამსახური იყოს უფრო ეფექტიანი, უფრო იყოს მორგებული თითოეულ მოქალაქეზე, უფრო იყოს მიზანმიმართული.
ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება რეაბილიტაცია გრძელდება. ლერმონტოვის ქუჩის ნომერ მე-5 კორპუსში სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტით შენობის ავარიული ნაწილის დემონტაჟი, ახალი კონსტრუქციის მოწყობა, ფასადის სრული განახლება, თბოიზოლაცია, ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების გაკეთებაა განსაზღვრული. სამწუხაროდ წლების განმავლობაში თვითნებურმა ჩარევამ და ქაოტურმა მიშენებებმა გამოიწვია ამ შენობების ავარიულობა. დღეს სწორედ ამ პროექტებით ვცდილობ უსაფრთხო გავხადოთ ეს შენობები მოსახლეობისთვის. მოხდება ავარიული გადახურვის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. შენობას აქვს მიშენება გაკეთებული სხვადასხვა მასალით. პროექტში აღნიშნული არის გათვალისწინებული და მოხდება მოშენების ნაწილის რეაბილიტაციაც ზოგ ნაწილში. ხელახლა აშენება. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა ან ავარაუდები. ასევე 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, დიდი თოვლობის ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ზვავს საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაჭიმდება, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. არის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია დაახლოებით 15-16 გრადუსები, ხოლო სანაპირო რაიონზე ცოტა ნაკლები 1-2 გრადუსით. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დღის პირველი ნახევრიდან უმეტესად ღრუბლიანი ამინდია. მაღალმთაში თოვლიან ავარაუდებით, მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება იყოს 10-დან 12 გრადუსამდე. დედაქალაქშიც მოსალოდნელია წვიმა. ეს მაქსიმალური ტემპერატურა 7-დან 10 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე დროებით გემშვიდობებით.